საგამშვიდობისა დღის მთავარი თემებითა და მოვლენებით პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა ცხრის ნახევარზე. ახალ ამბებს ნიკოლოზ რუბაშვილი გაგაცნობთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტს დღეს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი სტუმრობდნენ. სატყეო რეფორმის კონცეფციის გაცნობის მიზნით დღესვე ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა. დეტალები რამდენიმე წუთში ქრონიკაში. ბოლნისის მუნიციპალიტეტს დღეს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაბა კაზრეთი და კომპანია მადნეული დაათვალიერეს. გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით დასკვნითი შეხვედრა ბოლნისის გამგეობის შენობაში გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვის მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი ეკოლოგიურ პრობლემებს და წიაღისეულის მოპოვების პოლიტიკასაც შეეხო, მოხსენებების შემდეგ კი დისკუსია გაიმართა. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სწორედ მადნეული საკითხია. გამომდინარე საკითხის აქტუალობიდან, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენთვის ადგილზე ჩამოსვლა და თვითონ ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულების განსაზღვრა ამ პრობლემების მოგვარებზე. ჩვენი მხრიდან გამოვთქვათ ყველანაირ მზაობას, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის ამ მხრივ ამ პრობლემების მოგვარებაში შევუწყოთ ხელი ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ გადავწყვეტეთ მინისტრთან ერთად ჩავსულიყავით ადგილზე კვარციტში, მადნეულში გვენახა იქ ყველაფერი ადგილზე. უნდა აქვთ შესაბამისად ხელმძღვანელობა წარმოების ყველა ის ადგილი პრობლემური ეკოლოგიურად პრობლემური ადგილი დავათვალიერეთ წარმოებაში მივიღეთ განმარტებები. მე ვფიქრობ ამ მიმართულებით არსებობს ძალიან დიდი პერსპექტივები, რომ ყველა გარემოს დაცვითი პრობლემა მეტრაკლებად მოგვარდეს. თუმცა აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი სიტუაციაზე, მუდმივი ურთიერთობა წარმოებასთან. არ არის აუცილებელი მუშტების მოღერება, აუცილებელია ურთიერთობა ადამიანებთან, ადამიანურ ენაზე საუბარი. აქ არის მოწვეული სამინისტროები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ფაქტიურად ეს არის კონსილიუმივით, რომ გავიგოთ რა აიშველება ამ რეგიონს ეკოლოგიის თვალსაზრისით, რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას დაუპირისპირდეთ. აქ წარმომადგენლები იქნებიან წარმოებისაც, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამინისტროების. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ კონსენსუსამდე, როგორ ვიმუშაოთ ისე, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი და ნაკლები ზიანი მივაყენოთ ქალაქს და მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს რაღაც კონკრეტული წინადადებები, რომელიც გვინდა რომ მიღებულ იქნას თვითონ მუნიციპალიტეტისთვის. აქ რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი. ერთი არის წყალმომარაგების სისტემაზე, მელიორაციის ანუ ირიგაციის სისტემაზე. თავისთავად ეს არის ძალიან პრობლემატური საკითხები და ის რაც არის სერიოზული დაბინძურების წყარო და ასე ვთქვათ ცხელი წერტილი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მადნეული. თუმცა მე რამდენადაც ვიცი და რამდენად გვაქვს ინფორმაცია, რაღაც ქმედებები არის დაწყებული, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი საჭიროება არის ჩვენი აზრით. სატყეო რეფორმის კონცეფციის გაცნობის მიზნით დღესვე ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს სატყეო სექტორში საჭიროებების შეფასება და სატყეო რეფორმასთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა. პროექტი საქართველოს 7 რეგიონში, მათ შორის ბოლნისშიც, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. ტყის მდგრადი მართვა საქართველოში 3 წლიანი პროექტია, რომლის განხორციელების შემდეგაც მუნიციპალიტეტში უკეთმოქმედი სატყეო დარგი იარსებებს. დღევანდელ შეხვედრას ბოლნისის სოფლების რწმუნებულები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რწმუნებულებს პროექტის ორგანიზატორებისგან სპეციალური კითხვარებიც გადაეცათ, რომლის საშუალებითაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტყეების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.
პროექტის მიზანია ხელისუფლებას დავეხმაროთ სატყეო დარგის მართვაში და რეფორმის განხორციელებაში, რისი აუცილებლობაც უკვე დრო მოიტანა და უცადო დაგვიანებულიც კი შეიძლება ითქვას და ამაში ჩავართოთ ადგილობრივი თემები, მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლება და ჩავართოთ სპეციალისტები, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე. უკვე დაგეგმილია სატყეო დარგში რეფორმის განხორციელება, რომელსაც უკვე მისცა სამინისტრომ დოკუმენტის სახე, კონცეფციის სახე, ეს არის პროექტი, რომელიც დამუშავების პროცესშია და გვინდა რომ ვიდრე უკვე ეს იქნება სახელმწიფო დოკუმენტი და ვიდრე კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება, მოხდეს ინფორმირება ადგილზე, როგორც გამგეობების, ასევე საკრებულოების და რაღაცნაირად შევიმუშაოთ მექანიზმები, როგორ შეიძლება ჩაერთოს პროცესში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი. აუცილებელია რომ ეს საკითხი დარეგულირდეს. რა თქმა უნდა, წყლის რესურსები გამოყენებული უნდა იყოს, მაგრამ გამოყენებული იქნეს იმ ნორმებით და ზომებით, რომ შენარჩუნებული იქნეს ეკოლოგიური წონასწორობა. თმანისის მუნიციპალიტეტში დღეს გიორგი მიქიანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. გიორგის გერმანიაში გადაუდებელი გულის მაკის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ოპერაციის თანხები უკვე შეგროვდა. ამ ეტაპზე კი ოჯახს ტრანსპორტირებისთვის 4000 евро ესაჭიროება, რის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დღევანდელ ღონისძიებაზე შემოსული თანხები მთლიანად გიორგის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. თმანისის გამგებლის განმარტებით დარჩენილ თანხას ადგილობრივი თვითმმართველობიდან გამოყოფილ და ტრანსპორტირების ხარჯები სრულად დაიფარება. შემოვიდა განცხადება ქალბატონ მაიასი, გიორგის დედის. თავისი პროცედურები ჭირდება, გავშევიდათ ამ საკრებულოს ხომაზე, განიხილავენ და აუცილებლად გავუწევთ დახმარებას. იმის მიხედვით ალბათ ვიფიქრებთ, რა დააკლდება შევავსებთ იმ თანხას უმთლიანად. დღეს ჩვენ განახორციელებთ მორიგ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელთაც დავეხმარებით 3 წლის გიორგი მიქიანს, რომელსაც ესაჭიროება გერმანიაში ურთულესი გულზე ოპერაცია. გიორგისთვის შეგროვებული არის უკვე ის სამკურნალო თანხა, რაც იყო საჭირო კლინიკაში გადასაარსებლად გადარიცხულია, მაგრამ ოჯახს აღარნაირი საშუალება აღარ გააჩნია, რათა გაიყოს ის ხარჯები, რომელიც თვალისწინებს სამგზავრო სასტუმრო და სხვადასხვა ხარჯებს, რომელიც შეადგენს ჯამში 4000 ევროს. რეგიონში არსებული პრობლემების კვლევის შედეგების პრეზენტაცია Courtyard Marriott-ში არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეგიონებში არსებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს. კვლევა თითქმის ყველა სფეროს შეეხებოდა, რომელში მონაწილეობაც დაახლოებით 1405 რესპონდენტმა მიიღო. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ საზოგადოება ყველაზე მეტად ჯარსა და პოლიციას ენდობა, ყველაზე ნაკლებად კი პოლიტიკურ პარტიებსა და რეგიონის ხელისუფლებას. კვლევის შედეგების პრეზენტაციები რეგიონებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში შედგა. კვლევების სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის მიერ ჩატარდა, რომელსაც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს სიდა ახორციელებს. ძირითადი აქცენტი აქ გაკეთა საშუალო განათლების და სასწავლებლობის თემა, ანუ ძირითადად დაკავშირებული იყო ეს განათლების. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა რეგიონის პრობლემატიკის იდენტიფიცირება. ანუ ჩვენ გვაინტერესებდა თითოეულ რეგიონში გარდა თბილისისა რა არის ის პრიორიტეტული სფეროები, რომლის მოგვარებასაც ფიქრობს, რომ საჭირო არის მოსახლეობა. ცხადია, რომ იყო კვლევა დიდი რეგიონში, ანუ 10 რეგიონში თბილისის გარდა გამოიკითხა 1405 რესპონდენტი. სულ თითოეულ რეგიონში გამოიკითხა 100-დან 200 რესპონდენტამდე, რა თქმა უნდა რეგიონის მოსახლეობის პროპორციულად. დასაქმების გარდა გამოიკვეთა 3 ძირითადი პრობლემა. ეს არის 3 ძირითადი პრობლემური სფერო, ეს არის ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და განათლება. რაც შეეხება პრიორიტეტებს, რომელიც მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, არის ჯანდაცვა, განათლება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ის 3 ძირითადი სფერო. გარდა ამისა შეიძლება ითქვას ასევე საკმაოდ პრობლემურად დაისვა ზოგადად პოლიტიკური სფერო, როგორც პრობლემური სფერო და ხარისხობრივ კვლევაში განსაკუთრებით აქცენტი გაკეთა იმაზე, რომ არის გარკვეული შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკაში არ მოხდეს რაღაცნაირად არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე სხვადასხვა საზოგადოებრივი დაპირისპირების თქვათ საფრთხე არსებობს. ჩვენმა ორგანიზაციამ კვლევები ჩაატარა რუსთავისა და გარდაბნის რაიონში, მუნიციპალიტეტში. კვლევის დროს წინააღმდეგობა განსაკუთრებით გარდაბნის მუნიციპალიტეტზე იყო მოგეხსენებათ ეთნიკური უმცირესობების თარის ჭარბად დასახლებული და ესეთი დიდი ნდობა კვლევებისადმი ან დიდი აქტიურობა ასურულ რომ ჩაერთო ნაკლებად.
რუსთავის მთავარი ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში დღეს ამერიკული ხელოვნების შესახებ ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადდა. პრეზენტაციას ამერიკის საელჩოს პროექტ ექსესისა და რუსთავის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კუნძულ ალიასკას კულტურისა და ტრადიციების შესახებ. საელჩოს პროექტი არის თვითონ American Corner, რომელშიც არის რამდენიმე ქალაქში, საქართველოში. დღეს ჩამოვედით რუსთავში ჩვენი პრეზენტაციით, რომელიც შეეხება ალიასკის თანამედროვე და ტრადიციულ ხელოვნებას და იმედია მოეწონებათ ბავშვებს და რაც შეეხება მიზანს, უბრალოდ გვინდა რომ გავაცნოთ, იმიტომ რომ თulis რომ საკმაოდ საინტერესო თემა არის. დღევანდელი პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ ბავშვებმა, რომლებიც ესწრებოდნენ, არიან ექსეს პროგრამის მონაწილეები და უშუალოდ შეხება აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მათ გაიგეს უფრო მეტი რამ შტატ ალიასკას შესახებ და მათი ტრადიციების, ჩაცმულობის, კულტურის და ასე შემდეგ. რუსთავის თეატრში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პრემიერა გაიმართა ანტუან დე ეგზუპერის პატარა უფლისწული რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ დადგა. სურეალისტური გარემო და სიკეთისთვის მებრძოლი ადამიანები ამ შინაარსის სპექტაკლში თეატრის დასის ყველა მსახიობი მონაწილეობდა. მიუძღენ სპექტაკლი ბავშვებს, მაგრამ სპექტაკლი არის დრამატული, ასევე აქ ისე არის გათვლა, რომ როგორც ბავშვი უყურებს, ასევე უფროსის და გვინდა რომ ყველა თაობის მაყურებელი კმაყოფილი დავტოვოთ პრინციპში და თემა არის მარადიულ სიკეთეზე, სიკეთის და სიბოროტის ბრძოლაზე და ამ მარადიულ თემას შევეხეთ და მაგიტომ ავიღე არჩევანი ეგზუპერის. ეგზუპერის პატარა პრინცი წიგნი ჩემთვის უსაყვარლესი წიგნი იყო ყოველთვის. თვითონ პატარა უფლისწული არის წმინდა არსება. მე არც მეკონა თუ შეიძლებოდა მისი განსახიერება. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მე ამ სცენაზე შევასრულე ეს როლი. და რა ვიცი, იმედია მოეწონა მაყურებელს და ის განსჯის თუ როგორ გამოგვივიდა. პრემიერა შედგა, იმიტომ რომ ეს იყო ბავშვებისთვის. ბავშვებმა თავიდან ბოლომდე მიიღეს. რა თქმა უნდა, სპექტაკლი პროფესიონალი თვალსაზრისით, ასე შემდეგ, ყოველთვის პრემიერისთვის არის ნერვიულობა. ეს სპექტაკლი დააჯდება, დაიწმინდება, უკეთესი იქნება, მე ამის პირობას ვიძლევი. პრემიერა მინდა მიულოცო თეატრს და თვითონ ქალაქს. და რაც შეეხება თვითონ ესთეტიკას, ეს საინტერესო ხელწერაა ძალიან გურამისი. მე და გურამი ჯგუფელები ვიყავით თეატრალურ ინსტიტუტში და ყოველთვის გამოირჩევა და თავისი ესეთი დახვეწილი ხელწერით, რაც გასაგებს ხდიდა ყოველთვის მის სპექტაკლებს და საინტერესოს. რუსთავში დღეს რუსთაველი პოეტებისა და ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილურ აკადემიაში მოღვაწე ახალგაზრდა პოეტების შეხვედრა გაიმართა. საღამო, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ორგანიზატორების განმარტებით მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება და ის ახალგაზრდა პოეტების შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პირველი არის გვხვდება, შემდეგ ახლა შემოგვეშველება და მიშა ახალგაზრდული ჯგუფი შექმნილი ესენი გავიცანის სამებაში და ვთხოვე რომ აკადემიაში გაწევრიანებულიყვნენ. ანუ თაობათა დაკავშირება. ამ თაობათა დაკავშირების ღონისძიებებს ძალიან ხშირად მართავ თბილისში, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე ეს ახალგაზრდები რუსთაველებისთვის მეჩვენებია, ანუ გაფანტული პოეტები, მომეგროებია. რუსთავში ჩამოვედი, იმიტომ რომ გამეგო ძირითადად აქ როგორ წერენ. ეს იყო ჩემი მიზანი. აქ რას წერენ და რას აკეთებენ. სინამდვილეში მე არ ჩამოსულ ვარ საღამოს ჩასატარებლად. მე აქ მაინტერესებდა შეხვედრილიყავი ადგილობრივ ხელოვანებს და ნაწილობრივ ეს ალბათ შესრულდა. საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტი გახსნა. სამართალდამცველებმა საქართველოში მსხვერპლის დედა 45 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ხოლო ისრაელში წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელასრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლები 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 წლის გოგონას საკუთარი დედა 2 წლის განმავლობაში აიძულებდა მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათებისა და ვიდეოების გადაღებაში. მცირეწლოვანის პორნოგრაფიულ მასალებს კი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე. 2013 წლის
თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ და ორივე ქვეყანაზე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანილია ტრაფიკინგის მსხვერპლად. სამთვიანი ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებისა და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგად სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი გახდა მსხვერპლისა და ბრალდებულების ვინაობა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი არის საქართველოს მოქალაქე, 11 წლის მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც 2 წლის განმავლობაში აიძულებდა დედა, მონაწილეობა მიიღო პორნოგრაფიული სურათების და ვიდეოფირების გადაღებაში. მცირეწლოვნის პორნოგრაფიულ მასალას ის უკანასკნელი მატერიალური გამორჩენის მიზნით გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე. აღნიშნული პიროვნება არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და თანამზრახულ დედასთან ერთად მონაწილეობდა ფოტომასალების დამზადებაში. თავის მხრივ იგი ისრაელში დაფიქსირებული IP მისამართიდან ტვირთავდა აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახდენდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ რეალიზაციას. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შეგროვდა უამრავი მტკიცებულება, რამაც უტყუარი გახადა დედისა და მისი თანამონაწილის ბრალეულობა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქციაში გაიღეს სისხლი გადაარჩინეს, სიცოცხლე მიიღეს მონაწილეობა. პოლიციის 50-მდე თანამშრომელმა სისხლის ბანკში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო. აქცია ამიერიდან პერმანენტული იქნება და საპატრულო პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად სისხლს ჩააბარებენ. დღესვე აქციის პარალელურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მშობელთა სახლში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს. ძალიან მნიშვნელოვანი აქცია გახლავთ დღეს. საპატრულო პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისტემატურად გაიღოს სისხლი. ყოველ კვირას პარასკევი დღე იქნება პატრულის სამსახურის. 50 ადამიანი ჩააბარებს სისხლს. დეფიციტი რომ აღმოფხვრათ, საჭიროა თვეში 400 დონორი და თითქმის 200 დონორი იქნება საპატრულო პოლიციიდან. მოგეხსენებათ, როგორი მწვავეა ის პრობლემა, რომლის გამოც ჩვენ აქ შევიკრიბეთ. ჩვენ გადავწყვიტეთ ესეთნაირად, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში ყოველი კვირის ბოლოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის ბანკში. სასკოლო სახელმძღვანელოების მოცულობა სავარაუდოდ შემცირდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მარგველაშვილმა დაძინა, რომ დაგეგმილია წიგნებისა და სამუშაო რეულების განცალკევებაც, რათა სახელმძღვანელოს შეძენა ყოველწლიურად არ გახდეს აუცილებელი. ამასთან მარგველაშვილმა სტამბებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეკვეთას ყველა ის სტამბა მიიღებს, რომელსაც ასეთი მასშტაბის სამუშაოების შესრულება შეუძლია. მარგველაშვილმა დღესვე გამომცემლებთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი თქმით ავტორთა ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული. ყოველთვის შეიძლება სახელმძღვანელოს დახვეწა და ამ დახვეწაში არა მხოლოდ ავტორი მონაწილეობს, არამედ მონაწილეობს დამკაბადონებელიც, ის მხატვარიც, კორექტორიც და ასე შემდეგ. ყველა ამ ადამიანის შრომა ადეკვატურად დაფასდება, მაგრამ ეს დაფასება არ მოხდება ადამიანების წამების და მათი ეკონომიკური გაღატაკების ფონზე. ახლა რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოქმედებს მთლიანად იმ კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. არც ერთი ვოლუნტარისტული ნაბიჯი ამ მიმართულებით არ იქნა გადადგმული. ეს არის სიტყვასიტყვით იმ კონტრაქტის ნაწილი, რომელიც ჩვენ დაგვხვდა და ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და სამართალი არის ჩვენთვის მთავარი ამოსავალი, თუნდაც ასეთი მტკივნეული პოლიტიკური პრობლემის მოგვარების კონტექსტში. ხვალ რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლო ტურის მატჩი გაიმართება რუსთავის საკუთარ მოედანზე ბათუმის გუნდს უმასპინძლებს. თამაში 15 საათზე დაიწყება. აღნიშნულ შეხვედრას რუსთაველებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან მათ პლეი-ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ. რუსთაველების სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-4 ადგილზე არიან, ჩემპიონატს 35-35 ქულით ოლიმპი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ლიდერობენ, მესამე პოზიციაზე კი 33 ქულით არმიის საკალათბურთო გუნდია. თამაშებით ბათუმს, რომელიც პლეი-ოფში ვერ მოხვდა, არა ახლა იმისთვის დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა, ხვალინდელი გამარჯვებით
შეიძლება მესამე ადგილზე გავიდეთ რეგულარულ ჩემპიონატში, ან მეოთხეზე გააჩნია როგორ ითამაშებენ ოლიმპი არმია, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მოცაგებად გავდივართ. ჩემპიონატი გვიდა მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ, კარგად დავასრულოთ და მომემზადოთ პლეი-ოფისთვის. რა ვესწრებით მაქსიმალურად კაი თამაში ვაჩვენოთ გულშემატკივრებისთვის პირველ რიგში და რა ჩვენთვისაც კარგი იქნება, იმიტომ რომ მოგებით დავამთავროთ ჩემპიონატი. რეგულარული სეზონის ბოლო თამაშია, მაქსიმალურად მობილიზებული ვხდებით გუნდი. ტრავმები არ არის, ჭოჭოს თუ არ ჩავთვლით. გამარჯობა დასაყოლი მისცა და იმედია მივახცევთ შენს. და ბოლოს რაც შეეხება ამინდის პროგნოზს მთელი საქართველოს მასშტაბით, მომდენო რამდენიმე დღე მოღრუბლული ამინდის შენარჩუნდება მცირე ნალექია წვიმის სახით ნავარავდები ქვემო ქართლში, ციქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება. წალკაში ნავარავდებია დღისით 10, ღამით +5 გრადუსი, სიტყვათეთრ წყაროში დღისით 12, ღამით +5 გრადუსი. მანიში ნავარავდებია დღისით 12, ღამით +2 გრადუსი, სიტყვა ბოლნისში დღისით 17, ღამით +7 გრადუსი, მარნეულში დღისით +17, ღამით +8 გრადუსი, თბილისში დღისით +17, ღამით +9 გრადუსია ნავარავდები, გარდაბაში დღისით 18, ღამით +9 გრადუსი, ხოლო რუსთავში დღისით ნავარავდებია 18, ღამით +9 გრადუსი, სიტყვა. ეს ხო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია ქრონიკა დასრულებულია მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის